იოსეფ მენგელე, აუშვიცის ცნობილი დემონური ექიმი. ეს არის ყველაფერი, რაც აქ 4 გაზის კამერიდან ერთ-ერთისგან დარჩა. და პირდაპირ გაზის კამერის გვერდით იყო მენგელეს ლაბორატორია. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თემას, რომელიც თმას კალთზე დაგვიყენებს. ის იყო ადამიანი, რომელსაც სიკვდილის ანგელოს ეძახდნენ. ის იყო ექიმი, რომელიც სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ აუშვიცში მან თავისი უნარები სისასტიკისთვის გამოიყენა. ეს არის იოსებ მენგელეს ბნელი ისტორია. სანამ იოსებ მენგელე ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ექიმად გახდებოდა, ის განათლებული ახალგაზრდა იყო, რომელსაც წარმატებული სამედიცინო კარიერის ოცნება ჰქონდა. ის დაიბადა 1912 წლის 16 მარტს გიუნცბურგში, ბავარიის ერთ პატარა ქალაქში, გერმანიაში. ის იყო კარლ და ვალბურგა მენგელეების უფროსი შვილი. მათი ოჯახი მდიდარი იყო, რადგან მისი მამა ფლობდა კომპანიას, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მანქანებს აწარმოებდა. ბავშვობაში არ არსებობდა აშკარა ნიშნები იმისა, რომ ის ცნობილი ომის დამნაშავე გახდებოდა. ის გაიზარდა კომფორტულ სახლში, მიიღო კარგი განათლება და არ უწევდა გაჭირვება, რომ კარგი მომავალი ჰქონოდა. 1930 წელს მან სწავლა დაიწყო. ის ასევე სწავლობდა ანთროპოლოგიას, ანუ ადამიანების წარმოშობისა და ფიზიკური თავისებურების შესაძლებლობების შესახებ მეცნიერებას. ის სწავლობდა მიუნხენის, ვენისა და ბონის უნივერსიტეტებში. მაგრამ სანამ ის სწავლობდა, გერმანია სწრაფად იცვლებოდა. იმ დროს ბევრი გერმანელი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო სიღარიბის, უმუშევრობისა და ქვეყნის პირველი მსოფლიო ომში დამარცხების გამო. ამ ყველაფრით ნაცისტურმა პარტიამ ისარგებლა. მათ აპირდნენ, რომ გერმანიას ძალასა და ღირსებას დაუბრუნებდნენ. ნაცისტები ასევე მიიჩნევდნენ, რომ გერმანიაში უნდა მართავდნენ მხოლოდ გერმანელები, რომლებიც მათი წარმოდგენით შესაფერისი გარეგნობის იყვნენ. მათ კი დაბალ საფეხურზე მიიჩნიეს ებრაელები, რომები, სლავები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და სხვა ჯგუფები, რომლებიც მათ სტანდარტებში არ ჯდებოდნენ. ამ მიზეზით მათ უფლებები ჩამოართვეს, დააპატიმრეს და ბევრი მოკლეს. სინამდვილეში ეს წმენა მცდარია. არც ერთი რასა სხვაზე აღმატებული ან უფრო მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ამ რწმენას მხარს არ მხოლოდ ჯარისკაცები და პოლიტიკოსები უჭერდნენ. ასევე იყვნენ ექიმები, მეცნიერები და პროფესორები, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაცისტურ რასიზმს, რომ ეს ყველაფერი თითქოს მეცნიერულად და მართებულად გამოჩენილიყო. ერთ-ერთი იდეა, რომელიც მაშინ გავრცელდა, იყო ევგენიკა. მარტივი ახსნით, ევგენიკა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მოსახლეობის გაუმჯობესება იმით, რომ გააკონტროლო ვის შეუძლია შვილის ყოლა. ადამიანებს, რომლებსაც ისინი ძლიერებად და სასურველებად მიიჩნევდნენ, ამხნევდნენ, რომ მეტი შვილი ყოლოდათ. ხოლო მათ, ვინც სუსტებად ან ავადმყოფებად მიიჩნეოდნენ, უშლიდნენ შვილების ყოლას. ეს იდეა მცდარია და საშიში, რადგან ეს ადამიანებს ისე ეპყრობა, როგორც ცხოველებს ამ მცენარეებს, რომლებსაც შეიძლება ამოარჩიო ან მოიშორო მთავრობის სურვილის მიხედვით. ევგენიკის იდეა პირველად ნაცისტებმა არ გამოიყენეს. ამ იდეას სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ტავდა მხარდამჭერები, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მაგრამ ნაცისტურმა რეჟიმმა ეს კიდევ უფრო ძალადობრივი გახადა. მათ გამოიყენეს კანონები, რათა იძულებით სტერილიზაცია ჩაეტარებინათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული მდგომარეობები ჰქონდათ, რათა აღარ ხოვოდათ შვილი. დაახლოებით 400,000 ადამიანი იძულებით სტერილიზაციას დაექვემდებარა. მათი პროგრამის ფარგლებში, როდესაც ესეთი სისტემა ძლიერდებოდა, მენგელე კიდევ უფრო მეტად ეშვებოდა ეგრეთ წოდებული რასობრივ მეცნიერებაში. 1932 წელს ის შეუერთდა შტალჰელმის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. თავად შტალჰელმი იყო ყოფილი ჯარისკაცების მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ნაციონალისტური ჯგუფი. ეს ჯერ კიდევ არ იყო ნაცისტური პარტიის ნაწილი, მაგრამ ორივე მათგანი თვლიდა, რომ გერმანია უნდა გამხდარიყო ძლიერი. სწავლის ნაცვლად, რომლითაც შეეძლო ადამიანებს შორის მსგავსებების პოვნა, მან დაიწყო ეგრეთ წოდებული რასების ძიება, რომლებიც მათი აზრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. 1935 წელს მან ანთროპოლოგიაში დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი კვლევა ეხებოდა სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფის ქვედა კბის ფორმას. იმ დროს ზოგიერთი მკვლევარი სახის, ფავის ქალის, სხვირის და სხეულის ზომებს იყენებდა, რათა ადამიანები რასის მიხედვით დაეყო. მაგრამ ესეთი მეთოდი არ არის მყარი საფუძველი იმის სათქმელად, რომ რომელიმე რასა უკეთესია, უფრო ჭკვიანია, ან უფრო ღირსია სიცოცხლის ვიდრე სხვები. ნაცისტურმა სისტემამ მხოლოდ მეცნიერების გარეგნული სახე გამოიყენა, რათა დაემტკიცებინა მათი უკვე არსებული რასისტული შეხედულებები. სამედიცინო ტრენინგის დასრულების შემდეგ მენგელე მუშაობდა ფრანკფურტის მემკვიდრეობითი ბიოლოგიისა და რასობრივი ჰიგიენის ინსტიტუტში. ის ასისტენტი გახდა პროფესორ ოტმარ ფონ ვერშვერის, რომელიც მემკვიდრეობითობისა და ტყუპების კვლევის ცნობილი მეცნიერი იყო. აქ მენგელე კიდევ უფრო დაუახლოვდა სისტემას, რომელიც მედიცინას იყენებდა ადამიანების დასახარისხებლად. ინსტიტუტი ეხმარებოდა სამედიცინო და საოჯახო ჩანაწერების შექმნაში. ეს ჩანაწერები გამოიყენებოდა იმის დასადგენად, ვის მიიჩნევდა ნაცისტური მთავრობა ებრაელად. გქონდა თუ არა მემკვიდრეობითი დაავადება, ან არ ეკუცნოდი იმ ტიპის გერმანელ მოქალაქეებს, რომლებიც მათ სურდათ.
თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უბრალოდ ქაღალდია, მხოლოდ ანალიზი და კვლევა, მაგრამ თითოეული სახელის უკან რეალური ადამიანი დგას. როდესაც ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ადამიანი არასასურველია, მას შეეძლო დაეკარგა თავისი უფლებები. სწრაფად აიდულებდნენ სტერილიზაციას, სამსახურის დაკარგვას ან საბოლოოდ კონცენტრაციულ ბანაკში გაგზავნეს. 1927 წლის მაისში მენგელე ოფიციალურად შეუერთდა ნაცისტურ პარტიას. ერთი წლის შემდეგ ის შევიდა SS-ში, ორგანიზაციაში, რომელიც გახდა ადოლფ ჰიტლერის ყველაზე სასტიკი პროგრამების მთავარი შემსრულებელი. იმ დროს SS-ში შესვლა ასე მარტივი არ იყო, ისინი ამოწმებდნენ აპლიკანტის წარმომავლობასა და ჯანმრთელობას. მენგელესთვის აქ გაწევრიანება იძულებითი არ ყოფილა. ეს იყო ნათელი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, როცა ნაცისტური რეჟიმის ძალაუფლებას უახლოვდებოდა. აქ ჩანს მისი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის არ ყოფილა გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც უეცრად ცუდ ჯგუფში აღმოჩნდა. ის იყო ექიმი და მკვლევარი, რომელმაც ნებაყოფლობით მიიღო იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს ყოფდა ღირსეულებად და უღირსებად. მისი სამედიცინო ცოდნა არ ყოფილა დაცვა სისასტიკისგან. პირიქით, სწორედ ეს გამოიყენა მან საშიში სისტემის დასახმარებლად. და როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ამ სისტემამ იოსებ მენგელე ისეთ ადგილას მიიყვანა, სადაც აღარაფერი აჩერებდა მას, აუშვიცში. მიუხედავად ამისა, როდესაც მისი კავშირი ნაცისტურ სისტემასთან ძლიერდებოდა, იოსებ მენგელემ 1929 წლის 28 ივლისს იქორწინა ირინე შოენბაინზე. სხვა ადამიანების თვალში მისი ცხოვრება მოწესრიგებული იყო. ის მდიდარი ოჯახიდან იყო, ექიმი იყო, ყავდა ცოლი და მისი კარიერა სწრაფად ვითარდებოდა. მაგრამ ამასთან ერთად ის უფრო და უფრო უახლოვდებოდა ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევდა, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვებზე მეტად იმსახურებდა სიცოცხლეს. SS-ის წევრების ქორწინებაც კი კონტროლდებოდა მათი რასისტული წესებით. საყვარელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ეგრეთ წოდებული არიული წარმოშობის კრიტერიუმებს. მათ ოჯახსა და წარმოშობას ამოწმებდნენ, რადგან SS სურდა, რომ კონტროლი გაეწია თავის წევრების მომავალ შვილებზეც. ეს აჩვენებს, რამდენად ღრმად ჯეროდა ნაცისტურ რეჟიმს ეგრეთ წოდებული რასობრივი სიწმინდის. ისინი მხოლოდ მთავრობასა და სამხედრო ძალას არ აკონტროლებდნენ. ის ერეოდა ქორწინებაში, ოჯახში და შვილის სკოლაშიც კი. მალე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1940 წლის ბოლოსკენ მენგელე საკუთარი სურვილით შევიდა Waffen-SS-ში. ეს იყო SS-ის შეიარაღებული ნაწილი, რომელიც გერმანიის სამხედროებთან ერთად იბრძოდა. თავდაპირველად ის მსახურობდა როგორც სამედიცინო ოფიცერი SS-ის ვიკინგის დივიზიაში, მაგრამ ეს ჯგუფი ჩვეულებრივი სამხედრო ნაწილი არ იყო. როდესაც ნაცისტური გერმანია წინ მიიწევდა საბჭოთა კავშირის მიმართულებით, SS-ის ზოგიერთი ნაწილი ასევე მონაწილეობდა ებრაელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სხვა იმ ადამიანების მკვლელობაში, ვისაც მტრად მიიჩნევდნენ. როგორც ბრძოლის ველის ექიმი, მენგელეს მოვალეობა იყო ჯარისკაცების ჭრილობების მკურნალობა. ის მსახურობდა აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც ბრძოლები მძაფრი იყო და პირობები უკიდურესად რთული. მისი სამსახურის გამო მან მიიღო რკინის ჯვარი მეორე ხარისხის და რკინის ჯვარი პირველი ხარისხის. ეს არის სამხედრო ჯილდო, რომელსაც გერმანია აძლევს ჯარისკაცებს, რომლებიც გამოირჩევიან და უშიშრად იბრძვიან ბრძოლაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამ იყოს ნათელი. მისი გამორჩეული უნარი თანამებრძოლების გადარჩენაში არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა სიცოცხლის პატივისცემა ჰქონდა. მენგელესთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღირსნი არიან გადარჩენისთვის და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ის უბრალოდ ნივთებივით ეპრობოთებოდა. 1942 წელს ის აღმოსავლეთის ფრონტზე ძიმედ დაიჭრა. ამის გამო მას აღარ მისცეს ნება დაბრუნებულიყო აქტიურ ბრძოლაში. სამსახურის დასრულების ნაცვლად ის სხვა მოვალეობაზე გადაიყვანეს. ის დაბრუნდა გერმანიაში და კვლავ დაიწყო მუშაობა იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ რასის, ოჯახის და მოსახლეობის გადაყვანის საკითხებს. აქ კვლავ გადაიკვეთა მისი ცხოვრების ორი ნაწილი: ექიმობა და მისი ძლიერი რწმენა ნაცისტური რასობრივი თეორიის მიმართ. შემდეგ მოვიდა დავალება, რომელმაც მას მისცა თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება იმ ადამიანებზე, რომლებსაც უარის თქმის უნარი არ ჰქონდათ. 1944 წლის მაისში, ერთ-ერთი მისი მორიგეობის დროს, 24-ში 1943 მან დაიწყო მუშაობა აუშვიცში. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის კომპლექსში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში. მას დაევალა ყოფილიყო ექიმი ეგრეთ წოდებული რომა ოჯახების ბანაკში აუშვიც-ბირკენაუში. მოგვიანებით მას ბირკენაუში უფრო ფართო სამედიცინო მოვალეობებიც დაეკისრა. აუშვიცი ჩვეულებრივი ციხე არ იყო. ეს იყო დიდი ბანაკების კომპლექსი, რომელიც გამოიყენებოდა პატიმრობისთვის, იძულებითი შრომისთვისთვის და მასობრივი მკვლელობებისთვის. 1 მილიონზე მეტი ებრაელი იქ იქნა მოკლული, ასევე ბევრი რომა, პოლონელი პატიმარი, საბჭოთა ომის ტყვე და სხვა ნაცისტური დევნის მსხვერპლი. ყოველ დღე მატარებლები ჩამოდიოდა სავსე ადამიანებით, რომლებიც იძულებით მოყავდათ ევროპის სხვადასხვა ნაწილიდან. ჩამოსვლისთანავე ახალმოსულებს მაშინვე აყოფდნენ.
SS-ის ექიმები მათ ძალიან სწრაფად ათვალიერებდნენ. ვისაც სახეზე ძალა ეთხოვოდა, იძულებით შრომაზე აგზავნიდნენ. ხანდაზმულებს, ბევრ ავადმყოფს, ორსულებს და ბევრ ბავშვს, რომლებიც მუშაობას ვერ შეძლებდნენ, ხშირად პირდაპირ სიკვდილზე აგზავნიდნენ. ამას სელექცია ეწოდებოდა. სრული სამედიცინო შემოწმება არ ტარდებოდა. თითოეულ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე ძამს უთმობდნენ. ექიმის ერთი შეხედვით ან ხელის უბრალო მოძრაობით შეიძლებოდა გადაწყდეს, ვინ იცოცხლებდა დროებით და ვინ მოკვდებოდა მაშინვე. მენგელე ერთ-ერთი იმ ექიმფაგანი იყო, ვინც ამას აკეთებდა. ის არ იყო ერთადერთი ექიმი აუშვიცში და არც ის იყო სელექციის სისტემის შემქმნელი, მაგრამ ის ცნობილი გახდა იმიტომ, რომ ხშირად მიდიოდა რამპაზე, სადაც ახალმოსულებს ჩამოჰყავდათ. მას ასევე ჰქონდა საკუთარი მიზეზები, თუ რატომ აინტერესებდა სელექცია. სხვა ექიმები ირჩევდნენ ადამიანებს იძულებითი შრომისთვის, ხოლო მენგელე ეძებდა პატიმრებს, რომლებსაც კვლევისთვის გამოიყენებდა. ყველაზე დიდი ინტერესი მას ტყუპების მიმართ ჰქონდა. მას სურდა შეესწავლა ადამიანის რომელი თვისება არის მემკვიდრეობითი და რომელი გარემოზეა დამოკიდებული. როდესაც ტყუპებს სწავლობდა, მას შეეძლო შეედარებინა ორი ბავშვის სხეული და რეაქცია, რომლებსაც თითქმის იდენტური გენეტიკური ფონი ჰქონდათ. ნორმალურ სამედიცინო კვლევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა, უნდა აიხსნას რისკები, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და პროცედურა უნდა შეწყდეს, თუ შეიძლება ზიანი მიადგეს. ამ დასწვებიდან არც ერთი არ არსებობდა აუშვიცში. ბავშვები არ იყვნენ მოხალისეები, მათ არ ესმოდათ რა მოხდებოდა, მათ უარისტმაც არ შეეძლოთ. მენგელესა და მის კოლეგებისთვის ისინი არ იყვნენ პაციენტები, რომელთაც უნდა მოუარონ. ისინი იყვნენ სხეულები, რომლებსაც შეიძლებოდა გაზომვა, გამოცდა და შედარება. ტყუპების გარდა ის ასევე ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ უჩვეულო ფიზიკური თვისებები. აქ შედიოდნენ ადამიანები დუჯაზრდით, ბავშვები, სხვადასხვა ფერის თვალებით და ადამიანები, რომელთა მდგომარეობის შესწავლაც მას აინტერესებდა. როდესაც ჩამოსვლის ბაქანზე ტყუპებს პოულობდნენ, ხშირად მათ მაშინვე აშორებდნენ ოჯახს. ზოგიერთი მშობლისთვის შეიძლება ასე ჩანდეს, რომ მათი შვილები გადარჩნენ, რადგან ისინი არ შეიყვანეს იმ ჯგუფებში, რომლებიც პირდაპირ გაგზავნეს მოსაკლავად. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ბავშვები სხვა სახის ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. ზოგიერთი შერჩეული ბავშვი ცალკე ბარაკებში მიყავდათ. იწერდნენ მათ სახელს, ასაკს, წარმოშობას, სამედიცინო ისტორიას, თმის ფერს, თვალის ფერს, სიმაღლეს, წონას და სხეულის სხვადასხვა ზომას. მენგელემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი საქმიანობა ლეგიტიმურ სამეცნიერო კვლევად წარმოეჩინა. იყო ფორმები, ჩანაწერები, ფოტოები, სისხლის ანალიზი, რენტგენი და სხეულის დეტალური შედარება. მაგრამ ჩანაწერებისა და სამედიცინო ინსტრუმენტების ქონა არ ნიშნავს, რომ ეს ნამდვილი მედიცინა იყო. ნამდვილი ექიმი იყენებს ცოდნას პაციენტის დასაცავად. აუშვიცში კი მეცნიერების ფორმა გამოიყენეს დალადობის დასაპარად. ზოგიერთი ბავშვისთვის კიდევ უფრო დამაბნეველი იყო მენგელეს მოპყრობის წესი მათ მიმართ. ზოგი გადარჩენილი ყვებოდა, რომ ზოგჯერ ის მშვიდად საუბრობდა და შეიძლება კიდეც თკბილეული მიეცა. ის ასევე უზრუნველყოფდა, რომ მისთვის საჭირო ზოგიერთი ბავშვი კვლევისთვის ცოცხალი და საკმარისად ძლიერი დარჩენილიყო. მაგრამ ეს ნამდვილი სიკეთე არ იყო. ის ბავშვებს მხოლოდ მანამ აცოცხლებდა, სანამ ისინი მის კვლევაში გამოსადეგები იყვნენ. იგივე კაცი, რომელიც იღიმოდა ან თკბილეულს აძლევდა, ასევე შეიძლებოდა უბრძანებინა მტკივნეული პროცედურა, ან გადაეწყვიტა, რომ ბავშვი აღარ იყო საჭირო. აი რატო იყო მის ბავშვს ხვეპლებს ასე რთული გაეგოთ, რა ხდებოდა? ის თავს ისე აჩვენებდა, თითქოს მზრუნველი ექიმი იყო. მაგრამ 7 ხმის უკან მის თვალებში ნათლად ჩანდა ნამდვილი დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი არ იყვნენ ბავშვები, რომლებიც უნდა გადაერჩინა. მისთვის ისინი უბრალოდ ექსპერიმენტის ნაწილი იყვნენ. აუშვიცში აშკარა იყო, რომ იოზეფ მენგელე ნამდვილ მკურნალობას არ ატარებდა. მისი პროცედურები ეგრეთ წოდებული ფსევდომეცნიერების ნაწილი იყო. ეს ნიშნავს, რომ გამოიყენებოდა სამედიცინო ტერმინები, ლაბორატორია, ჩანაწერები და აღჭურვილობა, მაგრამ ეს არ ემორჩილებოდა მეცნიერების სწორ მეთოდებს. მსხვერპლთა თანხმობა არავის უთხოვია, ისინი დაუცველები იყვნენ და პატიმრებს უარისწყლის უფლება არ ჰქონდათ. მისი მსხვერპლთა შორის ბევრი იყო ებრაელი და რომა ბავშვები. მათ ხშირად უღებდნენ ბევრ სისხლს. მათ განმეორებით ზომავდნენ, რენტგენს უღებდნენ და სხვადასხვა ნივთიერებებს უკეთებდნენ ინექციას. ზოგიერთი მათგანი გადიოდა მტკივნეულ და არასაჭირო ოპერაციებს. ასევე ზოგ ბავშვზე თვალში სხვადასხვა ნივთიერებას ასხამდნენ, რათა შეესწავლათ თვალის ფერი. ამან გამოიწვია ძლიერი შეშუპება, თვალის დაზიანება, სიბრმავე და ზოგ შემთხვევაში სიკვდილი. ის ხშირად იყენებდა ტყუპებს, რადგან სურდა მათი სხეულების შედარება. მაგალითად, ორივეს შეიძლება ერთდროულად აეღოთ სისხლი და დაეზომათ.
სხვა შემთხვევებში ხანდახან თითოეულზე სხვადასხვა პროცედურას ატარებდნენ, რათა ენახათ როგორ გამოეხმაურებოდნენ ისინი. როცა ერთი კვდებოდა ან გამოკვლევა სრულდებოდა, ზოგჯერ მის ტყუპსაც კლავდნენ, რათა მათი სხეულები ერთმანეთთან შეედარებინათ აუტოპსიის შემდეგ. ეს არ კეთდებოდა რაიმე დაავადების სამკურნალოდ. ეს კეთდებოდა, რათა დაეჭირათ მხარი ნაცისტების მცდარი რწმენებისთვის, რასისა და მემკვიდრეობითობის შესახებ. მენგელეს ასევე სურდა ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც მის კარიერას წაადგებოდა. იმედოვნებდა, რომ შედეგებს გამოიყენებდა, რომ ომის შემდეგ პროფესორი და უფრო ცნობილი მეცნიერი გამხდარიყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც არ არის საკმარისი, რომ მას უბრალოდ შეშლილი ექიმი უწოდოთ. ის არ მოქმედებდა მარტო საიდუმლო ოთახში. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო გერმანიაში ცნობილ მკვლევარებსა და ინსტიტუტებთან. ის აგზავნიდა სისხლს, ორგანოებს და სხვა ადამიანურ ნიმუშებს თავის კოლეგებთან დამატებითი კვლევებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მისი დანაშაულები მხოლოდ მისი პირადი სისასტიკის შედეგი არ იყო. ის ასევე იყო უფრო დიდი სისტემის ნაწილი, სადაც განათლებულმა ექიმებმა და მეცნიერებმა თავიანთი ცოდნა გამოიყენეს ნაცისტური მთავრობის დასახმარებლად. მენგელეს ჰქონდა საკუთარი ლაბორატორიები და პერსონალი ბანაკში. მისი დამხმარეებიდან ბევრი იყო პატიმარი ექიმები, მედდები და სამედიცინო მუშაკები. ისინი შეარჩია, რადგან მას მათი ცოდნა სჭირდებოდა, მაგრამ მათაც არ ჰქონდათ ნამდვილი თავისუფლება. მათმა დამორჩილებოდნენ, რადგან უარი შეიძლება დაუყოვნებლივ საფრთხეში ჩაეგდოთ. ზოგიერთმა სცადა პატიმრების დაცვა. პატარა გზებით, მაგალითად ინფორმაციის დამალვით, პროცედურების შენელებით ან ავადმყოფების დახმარებით, მაგრამ SS-ის მეთვალყურეობის ქვეშ მათი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ექსპერიმენტებიდან გადარჩენილთადანაც კი ყველა არ გამოჯამთელდა ომის დასრულების შემდეგ. მრავალს განუვითარდა ხანძლივი დაავადებები, სხეულის დაზიანებები, მხედველობის პრობლემები და ტრავმა. სხვებმა ვეღარ გაიგეს. ზუსტად რა ნიუციერება შეუყვანეს, რადგან ბევრი ჩანაწერი დაიკარგა ან გაანადგურეს. ამასობაში მენგელი აგრძელებდა თავის ჩვეულებრივ საქმიანობას ბანაკის ექიმად. როდესაც პატიმრები ძალიან სუსტები იყვნენ, ავადმყოფები ან ვეღარ მუშაობდნენ, ისინი შეიძლებოდა ახალ შერჩევაში შეეყვანათ. ნაცისტური სისტემისთვის ისინი არ განიხილებოდნენ როგორც პაციენტები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ, მათ უსარგებლოდ მიიჩნევდნენ. აქედან მოდის მისი მეტსახელი, ზოგიერთი პატიმრისგან, სიკვდილის ანგელოზი. ეს იმიტომ კი არა, რომ მხოლოდ ის ატარებდა შერჩევებს. დაახლოებით 50 ექიმი მსახურობდა აუშვიცში და მათგან ბევრი ამ პროცესშიც მონაწილეობდა, მაგრამ მენგელე ხშირად ჩანდა ჩამოსვლის პერონზე და ბარაკებში. ამიტომ მისი სახე ბევრ გადარჩენილის მეხსიერებაში დარჩა. არსებობს პოპულარული ისტორიები მის შესახებ, რომლებიც არაერთხელ გამოჩენილად წიგნებსა და დოკუმენტურ ფილმებში. მაგრამ ყველა ამ ამბავს მტკიცებულება არ აქვს, ზოგიერთი მტკიცება თითქოს მასვე ჰქონდა დაგეგმილი უზარმაზარი მასობრივი მკვლელობები, პირადი ურთიერთობები სხვა SS-ის მსვლელებთან და ზოგიერთი ზედმეტად დეტალური წამების ისტორია რთული დასამტკიცებელია. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია დავერხნოთ დოკუმენტირებულ ფაქტებს, რაც მან ჩაიდინა და თუნდაც გამოურიცხოთ ის ამბები, რომლებიც დაუდასტურებელია, დადასტურებული დანაშაულებიც კი საკმარისია, რომ დავინახოთ მისი პასუხისგებლობის მასშტაბი. ის თავად ირჩევდა ადამიანებს, ვინც უნდა მოეკლათ. ბავშვებს იყენებდა იძულებითი ექსპერიმენტებისთვის. ის აძლევდა ბრძანებებს მტკივნეული და საშიში პროცედურების ჩატარებაზე. ზოგიერთი მსხვერპლი მოკლეს იმისთვისაც, რომ მათი სხეული სიკვდილის შემდეგ შეესწავლათ. და მან ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როცა იცოდა, რომ პატიმრებს უარის თქმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ომის გაგრძელებასთან ერთად გერმანია სულ უფრო კარგავდა კონტროლს. 1944 წელს საბჭოთა წითელი არმია სწრაფად მიიწევდა აღმოსავლეთიდან. ნაცისტური გერმანია უკვე ალყაში იყო მოკავშირე ძალების მიერ დასავლეთიდან. აუშვიცის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, რომ ტერი ახლოვდებოდა. მათ დაიწყეს დოკუმენტებისა და მათი დანაშაულების მტკიცებულებების განადგურება. ზოგიერთი შენობა, რომელიც მასობრივი მკვლელობისთვის გამოიყენებოდა, გაანადგურეს. მათ ასევე გადაიყვანეს ბევრი პატიმარი ბანაკის შიგნით სხვა ბანაკებში. 1945 წლის 17 იანვარს დაიწყო აუშვიცის მასშტაბური ევაკუაცია. ათასობით პატიმარი, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო სიარული, იძულებით გამოიყვანეს ბანაკიდან ძლიერი სიცივის პირობებში. ეს მსვლელობები მოგვიალებით სიკვდილის მარშებად მოიხსენიეს, რადგან ბევრი პატიმარი დაიღუპა გადაღლილობის, შიმშილის, სიცივის, ავადმყოფობის ან მცველების მიერ სროლის შედეგად. SS-ის პერსონალთან ერთად მენგელეც გაიქცა აუშვიციდან. მან თან წაიღო თავისი ჩანაწერების ნაწილი. მაგრამ მისი კვლევის შესახებ ბევრი დოკუმენტი დაიკარგა, დაზიანდა ან აღარასოდეს აღმოჩენილა. აუშვიციდან ის გადავიდა გროს როზენის საკონცენტრაციო ბანაკში და მის ქვებანაკებში. ის იქ აგრძელებდა მუშაობას როგორც SS-ის ექიმი, როცა ნაცისტური გერმანიის დაცემა ახლოვდებოდა. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარები შევიდნენ აუშვიცში.
მათ იპოვეს 1000-ობით პატიმარი, რომლებიც დარჩენილი იყვნენ, რადგან ისინი ძალიან სუსტებები ან ავადმყოფები იყვნენ ევაკუაციისთვის. გადარჩენილებს შორის იყვნენ რამდენიმე ბავშვი ტყუპი, რომლებიც მენგელეს ექსპერიმენტებში გამოიყენეს, მაგრამ მენგელე იქ აღარ იყო. ომის ბოლო დღეებში მან მოიშორა თავისი SS-ის წევრობის ნიშნები. მან ჩაიცო ჩვეულებრივი გერმანული არმიის უნიფორმა და შეუერთდა ერთ სამხედრო ნაწილს. ომის დასრულების შემდეგ მათი ჯგუფი ამერიკულ ძალებს ჩაბარდა. მენგელე სამხედრო ტყვე გახდა, მაგრამ ამერიკელმა ოფიცრებმა არ იცოდნენ, რომ მათ ხელში იყო აუშვიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი. მან თავი წარმოადგინა როგორც ჩვეულებრივი გერმანელი არმიის ოფიცერი, მისი კავშირი SS-თანაც მაშინვე არ გამოიკვეთა. SS-ის ბევრ წევრს ჰქონდა ჩვეულებრივი სისხლის ჯგუფის სტატუ, მაგრამ მენგელეს ეს არ ჰქონდა. ამიტომ ის მაშინვე ვერ ამოიცნეს როგორც ორგანიზაციის წევრი. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მოწესრიგებული ჩანაწერების გაზიარება სხვადასხვა მოკავშირე ოფიცრებს შორის. მისი სახელი უკვე იყო ძებნილი ომის დამნაშავეების სიაში, მაგრამ ეს ვერ დააკავშირეს იმ კაცთან, რომელიც მათ პატიმრობაში ყავდათ. 1945 წლის აგვისტოს დასაწყისში ის გაათავისუფლა ამერიკულმა სამხედროებმა. რამდენიმე თვის განმავლობაში მან აირიდა პასუხისმგებლობა არა იმიტომ, რომ უდანაშაულოცნეს, არამედ იმიტომ, რომ ვერ იცნეს. 1945 წლის ბოლოსიდან 1959 წლის გაზაფხულამდე ის იმალებოდა სხვა სახით. ის მუშაობდა ფერმაში მუშაკად როზენჰაიმის მახლობლად, ბავარიაში. მისი სამუშაო მარტივი იყო და ცხოვრება მშვიდი, მაგრამ ის ფარულად უკავშირდებოდა თავის ოჯახს. მენგელეს ოჯახის ფული და კავშირები დიდ დახმარებას უწევდა მის გაქცევაში. როდესაც გამომძიებლებმა ძებნა დაიწყეს, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ ის გარდაცვლილი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში ხელისუფლება ამას უჯერებდა. იმ დროს, როცა გადარჩენილები ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრების თავიდან აწყობას, კაცი, რომელიც პასუხისმგებელია ექსპერიმენტზე და ამდენი ადამიანის სიკვდილზე, ცხოვრობს მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მისი დანაშაულები მოხდა. მაგრამ მენგელე მიცოდა, რომ გერმანიაში ის უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა. როდესაც გადარჩენილების ჩვენებები მატულობდა, გამომძიებლებისთვის უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა მისი როლი აუშვიცში. ამიტომ 1959 წლის ივლისში თავისი ოჯახის პულითა და ხალბი პირადობით მან დატოვა ევროპა. მისი შემდეგი დანიშნულება იყო არგენტინა. იქ დაიწყება მისი გაქცევის უფრო გრძელი ნაწილი, ძებნა, რომელიც რამდენიმე ათწლეულს გასტანს, მაგრამ ეს არასოდეს დასრულდება მისი გასამართლებით. როდესაც გადარჩენილთა ჩვენებები ვრცელდებოდა, იოსებ მენგელე უფრო ცნობადი გახდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ნაცისტი ომის დამნაშავე. მან იცოდა, რომ გერმანიაში დარჩენა საშიში იყო. 1959 წელს ის გაიქცა ევროპიდან ყოფილი ნაცისტების მიერ გამოყენებული საიდუმლო გაქცევის ქსელის დახმარებით. ის ჩავიდა იტალიაში და მიიღო სამგზავრო დოკუმენტები ხალბის სახელით ჰელმუტ გრეგორი. გენუადან ის ავიდა გემზე არგენტინისკენ და 1959 წლის 22 ივნისს ჩავიდა ბუენოს-აირესში. არ არის მართალია, რომ პრეზიდენტმა ხუან პერონმა პირადად დააბინავა იგი თავის სასახლეში. მაგრამ მართალია, რომ არგენტინა იმ დროს უსაფრთხო ადგილი იყო ბევრი გაქცეული ნაცისტისთვის, იყვნენ ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და ყოფილი ნაცისტების ხარდამჭერები, რომლებიც მათ სამუშაოში, საცხოვრებელში და ახალ იდენტობაში ეხმარებოდნენ. არგენტინაში მენგელე მუშაობდა, ურთიერთობდა გერმანულ საზოგადოებასთან და აგრძელებდა ფულის მიღებას თავისი მდიდარი ოჯახისგან გერმანიაში. ის არ ცხოვრობდა როგორც შეშინებული გაქცეული. დროის გასვლასთან ერთად ის უფრო და უფრო თავდაჯერებული გახდა. ის და მისი პირველი ცოლი ირინე დაშორდნენ ერთმანეთს. 1956 წელს მან იქორწინა მარტაზე, რომელიც მისი ძმის ქვრივი იყო. თუმცა არგენტინაში მათი თანაცხოვრებაც დიდხანს არ გაგრძელებულა. მენგელე იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ მიატოვა ყალბის სახელი და კვლავ დაიწყო თავისი ნამდვილი იდენტობის გამოყენება. მან არგენტინის დოკუმენტებიც კი მიიღო იოსებ მენგელეს სახელზე. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას თავისუფლად შეეძლო ბუენოს-აირესში ცხოვრება, მაშინ როცა მისი მსხვერპლები სამართლიანობას ელოდნენ. მაგრამ გადარჩენილები და ნაცისტების დევნილები მის ძებნას არ თხოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰერმან ლანგბაინი, აუშვიცის გადარჩენილი, რომელმაც ზეწოლა მოახდინა დასავლეთ გერმანიის მთავრობაზე. 1959 წელს დასავლეთ გერმანიამ გასცა დაპატიმრების ორდერი მენგელეზე და არგენტინიდან მისი დაბრუნება მოითხოვა. დაპატიმრებამდე მან მიიღო გაფრთხილება და გაიქცა პარაგვაიში. იქვე მიიღო მოქალაქეობა, რამაც დამატებითი დაცვა მისცა. 1960 წლის მაისში ისრაელის აგენტებმა არგენტინაში დააკავეს ადოლფ აიხმანი, კიდევ ერთი მაღალი რანგის ნაცისტი. ეს მენგელესთვის დიდი გაფრთხილება იყო. ამიტომ ის კიდევ უფრო მეტად დაიმალა და ბრაზილიაში გადავიდა, კვლავ გამოიყენა ყალბის სახელები და ცხოვრობდა ფერმებსა და მიყრუებულ სახლებში სან-პაულოს მახლობლად. მას ეხმარებოდნენ რამდენიმე გერმანელი და უნგრელი ემიგრანტი, მათ შორის ვოლფრამ და ლიზელოტე ბოსერტები.
მენგელეს ოჯახისგან მიღებული ფულის სანაცვლოდ მას საცხოვრებელი და დაცვა მისცეს, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მისი სამყარო უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. ის ვეღარ თავისუფლად გადაადგილდებოდა. ის ყოველთვის შიშობდა, რომ შეიძლება ვინმე მიცნოს ან დაასმინოს. მას ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა და გახდა ფეთქებადი და რთული ხასიათის. მიუხედავად ამისა, მას არ უნანია თავისი ქმედებები. მისი წერილებისა და მასთან ერთად მყოფი ადამიანების ჩვენებების მიხედვით, ის მუდმივად იცავდა საკუთარ თავს. ის საკუთარ თავს თვლიდა იმ ადამიანების სხვერპლად, რომლებიც მას დასდევდნენ. ამასობაში დასავლეთ გერმანიის ხელისუფლება, ისრაელის გაუნძიებლები და ნაცისტებზე მონადირეები აგრძელებდნენ ძებნას. მაგრამ ბევრი ინფორმაცია არასწორი, ძველი ან დაგვიანებით მოდიოდა. იყო ცნობები, რომ თითქოს ის ნახეს პარაგვაიში, ბრაზილიაში, ჩილეში და სამხრეთ ამერიკის სხვა ადგილებში. რადგან ის მუდმივად იცვლიდა სახელსა და საცხოვრებელ ადგილს, რთული იყო ზუსტად დადგენა, სად იმყოფებოდა სინამდვილეში. მის გაქცევაში ასევე დაეხმარა ზოგიერთი მთავრობის ნელი მოქმედება, ჩანაწერების გაზიარების ნაკლებობა და ადამიანები, რომლებიც შეგნებულად იცავდნენ მას. ასევე არ არის მართალი, რომ 1964 წელს მის წინააღმდეგ სრული სისხლის სამართლის პროცესი გაიმართა. მენგელე არასდროს წარუდგენია სასამართლოს წინაშე. 1966 წელს მას ინსულტი დაემართა, მისი სხეული დასუსტა და კიდევ უფრო მეტად დაეყრდნო იმ ადამიანებს, რომლებიც მას მალავდნენ. 1969 წლის 7 თებერვალს ის ბრაზილიის ქალაქ ბერტიოგას ერთ-ერთ პლაჟზე წავიდა. სურვის დროს მას კვლავ ინსულტი დაემართა და დაიხრჩო. ის 67 წლის იყო. იგი დაკრძალეს ყალბის სახელით ვოლფგანგ გერხარდი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო, ხელისუფლება მაინც აგრძელებდა მის ძებნას. 1985 წელს დასავლეთ გერმანიის გაუმძიებლებმა აღმოაჩინეს წერილები და დოკუმენტები, რომლებიც მენგელეს ოჯახს აკავშირებდა იმ ადამიანებთან, ვინც ბრაზილიაში მას მალავდა. ვოლფგანგ გერხარდის საფლავი გახსნეს. საერთაშორისო სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა შეისწავლა ძვლები, სტომატოლოგიური ჩანაწერები, სიმაღლე, ასაკი და წარსული სხეულის დაზაზიანებები. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მენგელეს შეესაბამებოდა. თუმცა, ზოგი მაინც დაეჭვდა. ამიტომ 1992 წელს მეცნიერებმა გამოიყენეს დნმ-ის ტესტირება. მათ ძვლების დნმ შეადარეს მენგელეს ნათესავების დნმ-ს. შედეგმა დაადასტურა, რომ ნეშტი ნამდვილად იოსებ მენგელეს ეკუთვნოდა. ბოლოს სიმართლე ნათელი გახდა. ის 1969 წელს გარდაიცვალა. ის არ დაუკავებიათ, არ დაუპატიმრებიათ. ის გადარჩეილებს არ შეხვედრია და სასამართლომ მას არასოდეს გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მისი სიკვდილი სამართლიანი არ ყოფილა. ის უბრალოდ თავისუფლად გარდაიცვალა მრავალი წლის განმავლობაში, პასუხისგებლობას რომ გაურბოდა. მისი გაქცევა მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ კარგად იმალებოდა, ასევე დაეხმარა ყალბი დოკუმენტები, მისი ოჯახის ფული, მხარდამჭერები და ხელისუფლების ნელი რეაგირება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გაექცა, სიმართლე ვერ წაშალა. დარჩა დოკუმენტები, დარჩა მსხვერპლთა სახელები და ყველაზე მთავარი დარჩა გადარჩენილების ჩვენებები, ადამიანები, რომლებიც მას საცდელ პირებად მიაჩნდა, სწორედ ისინი გახდნენ მის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი მოწმეები. და ეს იყო ის, რისგანაც მას არასდროს შეძლო გაქცევა.